სტატისტიკურად ბოლო მონაცემების მიხედვით საქართველოს პოპულაცია გაიზარდა 300,000-ით, მაგრამ რაშია საქმე? იგივე სტატისტიკის მიხედვით ქვეყანაში უფრო მეტი მოკვდა, ვიდრე დაიბადა. ამას დავამატოთ, რომ ბევრი გარბის ემიგრაციაში და ემიგრანტები უფრო და უფრო ჩამოდიან. ამას დავამატოთ ის ნამდვილი რეალური სტატისტიკა, რომ უკრაინის ომის შემდეგ 100,000-მდე ემიგრანტი დარჩა საქართველოში, გულისხმობ რუს და უკრაინულ ემიგრანტებს. ამას დავამატოთ, რომ ბევრი მუსლიმი მიგრანტი ჩამოვიდა ახალ ქვეყანაში, სამუშაოდ და დაახლოებით 150,000-მდე ემიგრანტი კი გამოვა. ანუ 300,000-ით რომ გაიზარდა პოპულაცია, მაქედან 150,000 ჩამოსული ემიგრანტები არიან. ამას შეიძლება კიდევ დავამატოთ ის, რომ ეს 100,000-ობით რუსი და უკრაინელი ემიგრანტი ჩამოვიდნენ 2022-ში. და ამ 3 წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი შანსია, რომ ამ 3 წლის განმავლობაში ტყუილა უბრალოდ არ იქნენ და ბავშვების გაჩენაც მოასწრეს. ხოდა გამოდის, რომ ეს 300,000-იანი პოპულაციის გაზრდა მოხდა ემიგრანტების ხარჯზე.